ერთ ჩვენი დღეს 9 წლის ვიყავ. დავყევით დედაჩემს რომ დავხმარებოდი. რა ის დახმარება კი არა, უბედურებას დავაწყდი. მეუბადი 1934 წელს სოფელ ჯოყოვეთის ჭიათურის რაიონში. გვარად ბუდებაზე. ამჟამად ვიწერებით სინცაძეს. რადგანაც 1941 წლის 22 ივნისზე იყო ომი, მამაჩემი გეიწვიენ ომში. 3 თითბინავი ჩამოავდო გმირულად იღუპა. დავჭი სახში 3 ობორი. ჩემი ძმა მამაჩემის ომში წასვლის შემდეგ 10 დღის შემდეგ დაიბადა. დედაჩემი როგორც გამოსული ქალი, მაგრამ ჩვენბოუშიანი ქალი იყო და მაინც კიდევ მიდიოდა ზესტაფონში ყიდა ამ დოქებს. მატარებელი დევედი, საღამო პირი იყო, უკვე ბაზრობა მთავრდებოდა. მატარებელმა დეინდრა, უკვე დაივსყეტილი სამუხტი. ჩამოსდა ვეღარ გავბედი დიში. რომ საჩამბობს აწევთ. თქვენ მატარებელი უკან დაბრუნდებოდა იქ ამიყვა. ჩამოვედით ღამის 12 იყო საათი ფოჩი. ალხმა დაიცადა მე ჩამოიღამე საწავს ვიყავ. რომ ვეღარ ვნახე ვერაფერი გასთავაზდა ისე მატარებელზე ვედი. თურმე ვედი ბათუმი ფოჩი. ჩემეძინაში და ვიღაცა ქალმა თავშალი გადამახურაზევიდა. მომეფერა, მომალარსა, მაგრამ დედა რომ არა კი ვხედავ. ჩამოვედით ბათუმში, ხალხი არ მომეწონა. შუხაშაულებში ყაბალახები, ჩამოკიდული ძანები, ქალებსაც ჩადრევის სახეს. დავიწყეთ ილ არ დავემორჩილი ამ ხელს. უკვე მე უდომე გაქცევა სანდა გეიქცე. მე ყველაფერს ვამბობდი, ვაპარიკობდი, მაგრამ უკან დამბრუნებელი ვინ იყო, ომი იყო, ვინმეს არ ეცადა ადამიანს. ყველა მის თავზე ჩიოდა. გაჭირება ქვეყანა იწვოდა ბაბა. ამ დროს ამ ქალის მამის ოჯახში სოფელ მახოში მასწავლებლად დაქირავებული იყო. ამ ოჯახში გურად დიასამიძე სახელი მომიდება ბიჭო. ამ კაცმა შეხტა ამას კულიზარ მისი ეს ბავშვი რომ ტიროზე არ ვემორჩილებოდი. ეს ბავშვი ნახეო. სანახეო უთხრა. რას მეუბნებიო? ამ გაჭირების დროს რა ის ბავშვის ნახვაზე დაღიშენ. შენ საიყავ ახლა ციხეში კაცი ვნახეო. ო კაც ციხეში ვარები 10 წელი მიცემულია. შენს ბავშვს მოპოვა დეგებება და 10 წელს მოგცემ შენს. წამოვიდა ბავშვი და ხელწელი. წაგვიყვანა მინჯე და გვახელწეილა მამაზად და უთხრა თუ ბავშვი არ დეგემორჩილება ვინისობას რამე მოიყვან ჩვენთან. მას უნდა და 2 ბავშვი ყავდა და ბავშვებზე მე მომეხედა და მას კოლონიაში ემუშავნა. ამ გულესერმა თედორადემ წამომიყვანა სოფელ ჯოჯოში. მამამ მიმოვდა ვინა ეს ბავშვიო. უნდა გავზარდო მე წადი მომაცილეო უთხრა უშნო სიტყვა უთხრა და ამ ქალმა ვეღარ გაჩა წამომიყვანას მახოში. მამიო ბიჭი მოგიყვანიო მილიტანზე გამოუსვალეთ საჭმელი აჭამეთ ოდა ჩემი გვარინა მიგცე მაგას და გავზარდო მე მართლაც ისე იქნა კაი ადამიანი ძალიან წესიერი დილობიანი და ნასწავლი გამოსული კაცი იყო კოლონის დამუშავარი კაცი ეს უსუპი კაი მამიობას მიწევდა მაგრამ ავაწყობი იყო დავლადაცემული იყო დავლადაცემ ხელպես ვერ მუშაობდა საბატყობი წასლიხა მე უგუჭებდი მე უყვანდი სკოლზე მოორსალბოდი უყვანდი ზურგით ასევე მსახურე 23 წელიწად 23 წლის შემდეგ რა თქმა უნდა ჯარიო მეუხადე უნდა გინდა ცნობა გინდა ნავზე გესულიყავ ქალაქის გესულიყავ კოლონობიდან ვიღაცაიდან თავმჯდომარე ბრიგადიდან მოაკითხე ჩემ სოფელს როჩევე ჯოყოვეთში რომელი სოფელი ცარიელი დამხსა ერთი გლეხი სახს აშენებდა და ვკითხე ეს ხალხი სადა მაგენი გასახლებული არიანო თქვი კაზაკისტანში გასახლებული არიან მე მოდი დავწერე რადნო უზბეკისტანის გაზეთში ეს წერიო დავწერე თბილისში გავგზავნე რა თქმა უნდა რომ რედაქციას მიიღო თბილისში ჩემი ბიძაშვილის სოლი მუშაობდა თუ ვიღაცა ნაცესტავი არ ვიცი და ეს წელი არ გაატარა დედაჩემის ამბავი და 23 ქალი ტიროდა მოუტანა და ჩააბარა წელი მარგალიტაო იქნებ შენი ბავშვი იყოსო ნახა რომ სახელი გვარი ყველაფერი დის სახელს წერ სახში რა ყავდა როგორი ზოხა ყავდა დედას ერქვა მას ერქვა ამ ქალმა დამტკიცა ნამდა ჩემია და მაშინ განუცხადა ჩემ ძმას რომ ძმა მოგიჭდა ბათუმში და წევდეთ ჩემმა ძმამ არ ეცოდა 23 წელი გახდა მას თუ ბაყავდა და გარკვეულ
მე მგონი თქვენი ძმა. გავს ისე თუ არა? კი, გავს. აი. საბაწყო პოშტში გადაღებული. ოპერაცია გეუკეთე კუჭიზე თავგურია. მე მაიდავდი ერთი წლის. იმიტომ არ ახსოვდა ჩემი მე მახსოვდა. ავწერა ტელეგრამა გუგლზე და ჩამოვდენ. გავხედე ერთი ბიჭი და ერთი ხალი მოდიან. უდა ჩემი ხოდა ხელი დაწვილი მაქვს. ეს არის შვილო უთხრა. და მე უყანე სახში. გადაწყვეტილი ხომ 7 დღეს ყოფილიყო შემთან. მაგრამ ამაზე ვერ მიექცენ კარგად დააკვირდნენ გაგიდა გულიო. თუ უთხრა ტელეგრამაზე დაჩემმა და მე უყვეთ ხალი დაწევეთ 32-მა კაცმა აქედან. მომყავს შვილი და ზალიო და შევედა ქორწილი გეუხადეთ. ახალ ციხეში მეორე ქორწილი. 20 წელიწად ამ სახში იყო მე ჩამეუყვე ჩემთან. მე ხმარებოდა ყველაფერში, ბაღში, ჩაიში და თავს ეხმარებოდა. ეს ოჯახია ჩვენი. ერთი გოგო, 3 ბიჭი. ეს თოლქმარი მე და ჩემი მეორე თოლკი. როგორი გოგო იყო? კარგი. ამას ბალედი მეხობა. 63 წელი იცოდა. დიდი ძვირფასი დრო მაიყუროს და მე დედა ვიპო. დედაზე წინ არავინ არ არის და ძმაზე და ეს ყველა მიცოდებს დედა ძმა და ვინმეში არ გეიცნება. 93 წელია უკვე აბსოლუტში ვარ. მე არასდროს გულში არ გამდია რომ მე და იქ ყოფილიყავ მე. იმიტომ რომ აქ ისე შევეჩვიე რომ რა ვიცი და აქ ძმების ამომიჭენ, მეგობრების ამომიჭენ, გვერდში მდგომა ძალიან მეტი იციან. მაგრამ აღარ მყავს ჩემი წოლი არც ერთი აღარა და ამაზე გულმეწვის რა. სიბერეში ობლობა ძალიან ძნელია, ბავშვობის ობლობა სულ სხვა არის. ბავშვობის ობლობა მომოვალი გაგდა რაღაცა, მაგრამ მე ახლა სიბერეში ობოლი დავში ცოლი არ მყავს, სახში ძალიან რა. შვილი მე ზღვაურია რომ გემზერო წავა ზღვაში, მე მეზობლები მეხმარებიან. მეზობლობაში ერთი ზედმე სიტყვა არ ყოფილა. ერთი წუთი რომ წევდე სადმე მაშინ მომიყვანე მე სახში. ეს ერთ-ერთი ბედნიერებაა. ხალხს ვარ გავთ, ყველაფერი თვალი მქონდა, ბიჭმა ხანდი მიჭერა, ამიშენ ბაზარზე დადიხარ და არის ბაზარზე დავდივარ ხანდიხან, იბეპარები რა უკნა. შეგვალა მოავე. მიხვირის. ნუ, კემზები არის, ფული არ გიჭი, მართლა არ გვიჭის. ფული არ გიჭის, რამე სახს ვაკეთებ, ვაშენებ. სიცხვილე არ მაჭამოდა, რამე არ დაგემართოს, ამაზე ეშინი უბრალოდ. მე მაგ ხან მხარი ხან წვანი რაღაც და გავყიდი, ორ კამის გავაკეთებ. მე მუშაობა რა უნდა გააკეთო. რო გავშერდე, მე ვეღარ გევიარ მაშინ. 60 ლარი ეზოში გავაკეთებ, და მხარის ნერგი გამოწეიღო. მეზობელს ჩუქნი, ვეხვერდები წეიღეთ და არ გააკეთეთ. მხარი გინდა მოტეხე წეიღეთ, მოგუზიკას მივარ, მაგრამ რამდენს კარგ გავაკეთე, იმდენი კაი ხომ მექნება.